ცოტა ხნის წინ ხმაური იყო რუსთავში სოსო ქუთათელაძის მკვლობის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭანტურიას დალუქული მანქანა ექსპერტ კრიმინალისტებმა ხელახლა დაათვალიერეს, რასაც ჭანტურიას ოჯახის წევრებისა და ადვოკატის პროტესტი მოყვა. ასევე სულ უფრო ცოტა დრო რჩება საგამოძიებო უწყება, სანამ გენერლის მკვლობის საქმეზე დაკავებულს ბრალს წარუდგენს. პარალელურად რუსთავის პოლიციაში ჭანტურიას მეგობრების და ასევე ეგრეთ წოდებული სტამბოლის ბაზრის მოაჭრების გამოკითხვა მიმდინარეობს. დამატებით ინფორმაციებს სესილი ბოკერია მოგვიყვება ადგილიდან. Diachet მეუკვე 47 საათზე მეტია გენერლის მკვლობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურიასთვის ბრალის შესაბამის უწყებას ჯერ არ წაუყენებია. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც რუსთავის ბაზრობაზე, ასევე დაცვის პოლიციასთან მდებარე გიორგი ჭანტურიას მანქანაში. მოგეხსენებათ, გენერლის მკვლობის დღეს გიორგი ჭანტურია სწორედ ამ მანქანით გადაადგილდებოდა, თუმცა სამართალდამცველებმა შემთხვევის შემდგომ ეს მანქანა გაჩხრიკეს, ამოიღეს შესაბამისი ნივთები და როგორც ნივთები ასევე მანქანა დაილუქა, თუმცა დღეს სამართალდამცველებმა დალუქული მანქანა თავიდან განლუქეს და ჩხრეკის პროცედურები განაახლეს, რაც გააპროტესტა სწორედ გიორგი ჭანტურიას და მარიამ ჭანტურიამ. მან აღნიშნა, რომ სამართალდამცველებს უფლება არ ჰქონდათ ჭანტურიას უფლება დამცველის გარეშე და დასწრების გარეშე განეახლებინათ შესაბამისი პროცედურები, ხოლო მას შემდეგ, რაც ანა კეკენაძე მოვიდა ადგილზე, ის სამართალდამცველებს უსვამდა კითხვებს, თუ რატომ განლუქეს დალუქული მანქანა და რატომ განაახლეს ჩხრეკა სწორედ მისი დასწრების გარეშე, თუმცა სამართალდამცველებისგან ადვოკატმა პასუხები ვერც ერთ კითხვაზე ვერ მიიღო. დალუქულია და ამის ხელახლა გახსნის უფლება თან ადვოკატის მონაწილეობის გარშე არავითარ შემთხვევაში არ აქვს. რატო ხდება ეს ადვოკატის დაკავებულთან ყოფნის პერიოდში? რატო არ პასუხობ? ეს სამსახურს მიმართეთ ჩვენს ეს. რა სამსახურს? თქვენ ჩხრიკავთ, რისი უფლებაც არ აქვს, საერთოდ კანონიერი. გამორიცხულია ეხლა რომ რამეს ჩადებთ? უნდა გამორიცხოთ ეს ფაქტი? არის საშიშროება. რა თქმა უნდა, არის არანაირი კანონიერი უფლება არ აქვს. ნახეთ, ანუ არც პრესის არ ერიდებათ და გამორიცხული რაღა არის, არაფერი. ვერ ასწრებს პოლიცია იმას, რომ წარუდგინოს ბრალი გიორგი ჭანტურიას, რომელიც არის აბსოლუტურად უდანაშაულო, ამოღებული მანქანა, რომლის გაჩხრეკა უკვე მოხდა და იყო დალუქული, განლუქეს. ხედავთ ეხლა რაც ხდება, რა მოიღეს და რა ჩადეს მანქანაში, არავინ არ იცის. შესაბამისად, აი ეს ყველა კითხვა დაისმება ძალიან მალე თქვენს წინაშე და თქვენს უყველანი აღმოჩნდებით იქ, სადაც ეხლა ზის გიორგი ჭანტურია. თუ შეიძლება პასუხი გამეცით, მე ვარ ადვოკატი ბრალდებულის, რა ხდება, რას წერთ ქალბატონო? რას წერთ ქალბატონო? მანახეთ, ხო შეიძლება? გამოგზანდეთ ქალბატონო, სად გამოგზანდეთ? ეკითხები. იქიდან გამოგზანდები. და ნულშლით ხელს. მანქანის მიმართეთ პრეს სამსახურს. რა უნდა მიმართოთ? რადგან გაგცემენ პასუხს, მეტი რა გიყო? რა უნდა მიმართოთ? თქვენ წერთ ეხლა და ადვოკატი ვარ, გეუბნებით და ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების უფლება მაქვს ამ შემთხვევაში და რა მოიღეთ ეხლა, ხო შეიძლება რომ გავიგო? მიმართეთ პრეს სამსახურს. მე ვიყავი ბრალდებულთან შესული, მეორე ადვოკატი ქალაქში არ იმყოფება, იხელთ ეს დრო, ჩვენ არ ვიცით ეხლა აქ რისი ჩადება, ან რისი ამოღება მოხდა. დაცვის პოლიციის შენობასთან ასევე დღეს მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა გიორგი ჭანტურიას მეუღლე. მან მედიასთან განაცხადა, რომ ამ დრომდე შენობაში იკითხებიან როგორც გიორგი ჭანტურიას მეგობრები, ასევე გარემოვაჭრები, თუმცა მისთვის უცნობია შესაბამის უწყებას, თუ რა კითხვები აქვს მათთან. ასევე გიორგი ჭანტურიას მეუღლემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გენერლის მკვლობასთან მის მეუღლეს არანაირი შემხებლობა არ აქვს. ჩატარდა ჩხრეკა საკმაოდ მშვიდობიან გარემოში, არაფერი მართლსაწინააღმდეგო არ იქნა ამოღებული. წაყენებული ბრალდება არის აბსოლუტურად აბსურდული, ამოღებულიაო 6 ვაზნა, რაზეც ჩემი მამამთილი ადასტურებს, რომ ეს მას ეკუთვნის. ასე რომ მე იმედი მაქვს, რომ გაუგებრობაა და მალე გაირკვევა. გაგებული მქონდა, მაგრამ აი ესე ყურმოყრით დამძლავად დეტალები არაფერი არ არის. რუსთავში იყო, წუთობრივად, საათობრივად, სამწუხაროდ ვერ გეტყვით, ეს ადვოკატები გაგცემენ ამას. დაკითხვაზე ოფიციალურად არ გამოვძახები. როგორც მითხრეს, სუდად იყო, ძალიან სუდად გახდა, მაგრამ ახლა ამ ეტაპზე მეტნაკლებად სტაბილური. იმედია გაირკვევა ეს გაუგებრობა და ჩემს მეუღლის გაანთავისუფლება.
და სწორედ ამ წუთებში გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ საგამოძიებო უწყება სწორედ დილის 6 საათამდე აქვს ვადა, რომ გიორგი ჭანტურიას ბრალი წარუდგინონ იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება ეს და გიორგი ჭანტურიას შესაბამისი უწყება ბრალს ვერ წაუყენებს, ისინი იძულებულები იქნებიან, რომ ჭანტურიამ შენობა დატოვოს.